გიფიქრია როგორები იქნებოდნენ შენი საყვარელი ფილმის პერსონაჟები რომ ანიმაციის პერსონაჟები ყოფილიყვნენ მე ძალიან ბევრი ეს საერთოდ რატომ მიჭირავს ეს ახლში დავკარგე ეგ არის მე გაგლოვარ თქვენ ხო და ერთ დღეს დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე ჩემი საყვარელი ფილმის პერსონაჟები დამეხატა როგორც ანიმაციის პერსონაჟები აბა გამოიცანეთ რომელი ფილმია კაი ხო თქვენ როგორ გამოიცნობთ შერეკილები დაახლოებით 2 კვირის მანძილზე ვხატავდი შერეკილების მთავარ პერსონაჟებს და საბოლოოდ გავაერთიანე ერთ პოსტერად რომელსაც ახლა რა თქმა უნდა არ გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოებში გაჩვენებთ ბოლოს 6 ვიდეოს შემდეგ ხო და ამით იმის თქმა მინდოდა რომ დღეიდან 6 დღის განმავლობაში ყოველ დღე დაიდება შერეკილების პერსონაჟების ხატვის პროცესი და ნახავთ როგორები იქნებოდნენ ისინი ანიმაციაში. სულ ბოლოში გაიგებთ უფრო მეტ სიახლეს. არხის გამოწერა და ამ ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეს რომ სხვა ვიდეოებიც ნახო. შენთვის გეუბნები. პირველი პერსონაჟი, კაცი მეცნიერება, კაცი განათლება, კაცი რომანტიკა. ქრისტეფორემ გალობლიშვილი გარიყულადან გაზაფხულის ნარნარი დივა იყო. მარტო მივდიოდი ქუჩაში. უცებ ქარი ამოვარდა. ვხედავ ჩალის კუდი მოფრინავს. შევიფხარ. გადავხედი არემარეს. და გავქვავდი. ჩემს წინ ბუნების მშვენიერი ქმნილება იდგა. მე მივხვდი რომ ის არის და ის მივხვდა რომ მე ვარ. ის დღე და ის ღამე თამუნიაყიფიანის სარკმალთან გავატარე. გამთენიისას ბროლის ხელმა ცხვრის სახოცი გადმომიგდო. ჩვენ გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა ალავერტში. მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები რომ ცაში გვეფრინა ერთად ლაღა მას უკან გაფრენის იდეა არ მაძლევს მოსვენებას მე გადავწყვიტე ავაშენო ცათმფრენი და სატრფოს საფლავს რიდით გადავფრინო